წიგნი, რომელზეც დღეს მინდა გესაუბროთ, იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ წიგნი. წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც ერთპიროვნული მმართველობაა გამეფებული. ქვეყანა, რომელსაც მუდმივი მტრები ჰყავს, გარეთ, შიგნით და სადღაც შუაშიც. სადაც მტრის ხატები მოულოდნელად იცვლებიან. ხან ერთი მხარეა საფრთხე, ხან მეორე. სადაც თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა. სადაც სიმართლე ქრება, ისტორია კი იწერება და იშლება საჭიროებისამებრ. სადაც იძულებული ხარ თვალი და ხუჭო წარსულში მომხდარ სინამდვილეზე, რადგან ახლა სხვა სინამდვილეც ხატდება რეალობად. ქვეყანა, რომელიც შეპყრობილია შურისმაძიებლური პროპაგანდით და უსასრულო დოგმებით. სადაც შენი თითოეული სიტყვა, მოძრაობა და ფიქრიც კი შენს წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული. და არა, ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც თქვენ ფიქრობთ. ეს ჯორჯ ორველის ნაწარმოებში აღწერილი რეჟიმია. 1984 არის ნაწარმოები, რომლის მიზანიც იყო გაეკრიტიკებინა საბჭოთა კავშირი. თუმცა ეს წიგნი არ არის უბრალოდ რაღაც დისტოპიური ზღაპარი წარსულის საშიშროებებზე. 1984 იმაზე ნათლად ასახავს ჩვენს დღევანდელ რეალობას, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს წიგნი ტოტალიტარული რეჟიმის ყველაზე ცხადი ანატომიაა და იგი თითქოს გვაფრთხილებს და გვასწავლის იმას, თუ რა მოხდება ძალაუფლების ერთხელში კონცენტრაციას. ახლა კი სანამ გავაგრძელებ, მინდა ერთი კითხვა დაგისვათ, რომელზე პასუხის გაცემასაც ალბათ ვიდეოს ბოლოს შეეძლებთ. თქვენი აზრით, რამდენად შორს ვართ 1984-ის სამყაროსგან? თავი პირველი, შიში და ძალაუფლება. ჯორჯ ორველის 1984-ში სულ სამი ქვეყანაა, რომლებიც მსოფლიო ძალაუფლებას იყოფენ: ევრაზია, აღმოსავლეთ აზია და ოკეანია. სიუჟეტი სწორედ ოკეანიაში ვითარდება, ქვეყანაში, რომელიც მუდმივ ომშია ჩაფლული დანარჩენ ორ სახელმწიფოსთან. ამ ჩვენს ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმია გამეფებული და მმართველი პარტია მოქალაქეების ფიქრებზე, ქცევებზე და რეალობის აღქმაზე აბსოლუტურ კონტროლს ახორციელებს. პარტიის ლიდერი კი დიდი ძმა ყველგან და ყველაფერშია. ქვეყანაში 4 სამინისტრო არსებობს: ჭეშმარიტების, მშვიდობის, სიყვარულის და დოვლათის სამინისტრო. სახელები თითქოს და ლამაზი და კეთილშობილურია, თუმცა რეალობა სულ სხვა სურათს გვიხატავს. თუ რატომ, ამას მალე გაიგებთ. მთავარი პერსონაჟი უინსტონ სმიტი ჭეშმარიტების სამინისტროში მუშაობს. მისი მთავარი მოვალეობაა ისტორიული ჩანაწერების შესწორება და პარტიის პროპაგანდის შესაბამისობაში მოყვანა. უინსტონ სმიტის ცხოვრება ტოტალიტარული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ადამიანის ცხოვრებას განასახიერებს, რომელიც სავსეა შიშით, მონოტონურობით და უიმედობით. მისი საცხოვრებელი გარემო ისეთივე ცივი და უკაცრიელია, როგორც თავად ოკეანია. აქ თითოეულ სახლში, თუნდაც ყველაზე პატარა ბინაშიც დგას ტელეეკრანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში აკვირდება მოსახლეობას და გადასცემს პარტიის პროპაგანდას. მისი გამორთვა კი შეუძლებელია. ქუჩაში ყველგან დიდი ძმის პორტრეტები და სლოგანებია გამოგრული. ის თითქოს ყველგანაა და ყველაფერს ხედავს. აქედან გამომდინარე, ადამიანები მუდმივ შიშში ცხოვრობენ. სწორედ ეს შიშია ის მთავარი იარაღი, რომელსაც პარტია იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ადამიანებს ეშინიათ, რომ მათი თითოეული ნაბიჯი დაკვირვების ქვეშაა, მით უმეტეს, როცა ამ სახელმწიფოში კანონები საერთოდ არ არსებობს. თუმცა ხალხს მაინც ჭიან კონკრეტული ქმედებების გამო. ეს ამ ტოტალიტარული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და პარადოქსული ასპექტია. აქ ერთდროულად ყველაფერი ნებადართულია და ასევე ყველაფერი აკრძალულია. ეს გაურკვევლობა კი საბოლოოდ ადამიანებში შიშს და სიფრთხილეს იწვევს. მოქალაქეებს უნდა ეშინოდეთ საკუთარი ფიქრებისაც კი. პარტია არა ქმედებას, არამედ ფიქრს ჭის. დიახ. სწორად მოგესმათ, ფიქრს. ყველაზე გამოკვეთილი მაგალითი ამ გაურკვევლობის სწორედაც ეგრეთ წოდებული ფიქრის დანაშაულია. ფიქრის დანაშაული არ საჭიროებს რაიმე ქმედებას ან გარეგნულ მტკიცებულებას. საკმარისია, რომ ადამიანი ფიქრობდეს რაიმეს, რაც პარტიის წინააღმდეგია. ოკეანიაში არავითარი კანონი არ არსებობს. ის აზრები და მოქმედებები აღმოჩენის შემთხვევაში უცილობელი სიკვდილი რომ მოხვებათ, არასოდეს არ არის ფორმალურად აკრძალული. და მთელი ეს უსასრულო წმენდები, დაბატიმრებები, წამება და აორთქლება ფაქტობრივად ჩადენილ დანაშაულთა საპასუხოდ კი არ ხდება. უბრალოდ იმ პიროვნებათა გაქრობაა, რომლებსაც შეეძლოთ დანაშაულის ჩადენა მომავალში. ვიმეორებ, რომლებსაც შეეძლოთ დანაშაულის ჩადენა მომავალში. როდესაც ადამიანებმა არ იციან თუ რის გამო დაიშებიან, ისინი იძულებულნი არიან ყოველთვის აკონტროლონ საკუთარი ქცევები და ფიქრები. თუმცა დაპატიმრების შიში ერთადერთი არაა, რისიც ხალხს ეშინიათ. ქვეყანაში ასევე ომის შიშიც ძვინვარებს.
ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც მტრები აქ-იქ ქალაქის ნაწილებს ბომბავენ. პარტია კი ხალხს აჯერებს, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ქვეყნის დაცვა. ამასთან არსებობს შიდა მტერიც, კაცი სახელად გოლდსტეინი, პარტიის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი. გოლდსტეინი წარმოადგენს ყველა იდეას, რასაც პარტია ეწინააღმდეგება. მან ასევე დაწერა წიგნი, რომელიც რეჟიმს ამხელს და რომლის წაკითხვაც დანაშაულია. ამ ყველაფრის გამო იგი მტრად არის გამოცხადებული და ყოველ დღეს სიძულვილის 2 წუთეულზე ეკრანის წინ ხალხი მასზე ნეგატივს აფრქვევს. ეს რა თქმა უნდა იმიტომ ხდება, რომ ხალხის ტვინები აკონტროლონ და მათში ერთგულება გააღვივონ. თუმცა ჩვენი მთავარი გმირი ამ ყველაფერს ძალიან კარგად იაზრებს. ერთ დღეს იგი დღიურის წერას დაიწყებს. ეს დღიური წარმოადგენს მის საიდუმლო პროტესტს ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. მართალია დღიურის წერა აკრძალული არ არის, თუმცა ვინსტონი აცნობიერებს, რომ შესაძლოა დაიჭირონ იმის გამო, რასაც იგი დღიურში წერს. ამ დღიურის ერთ-ერთ ფურცელზე ვკითხულობთ დიდი ასოებით, განმეორებით დაწერილ ფრაზას. ძირს დიდი ძმა. აზრის პოლიციისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა თუ რა დაწერა ვინსტონმა. ან საერთოდ დაწერა თუ არა რაიმე. მან დანაშაული მანამდე ჩაიდინა, სანამ იგი კალამს აიღებდა. უბრალოდ გაფიქრებით. სწორედ ამიტომ მან უკვე იცოდა, რომ ოდესღაც ამ ყველაფერს აღმოაჩენდნენ და აუცილებლად დაიჭერდნენ. ამ ყველაფერთან ერთად ოკეანეაში ასევე ადამიანებს შორის ფიზიკური და ემოციური კავშირიც აკრძალული იყო. ემოციები, რომლებიც ფიზიკური კავშირიდან შეიძლება აღმოცენდეს, მიმართულია კონკრეტულ ინდივიდზე და არა დიდ ძმაზე. ალბათ ხვდებით თუ როგორ შიშში ცხოვრობდნენ ადამიანები ამ ქვეყანაში. სწორედ ასე, მტრის ხატის გამოყენებით, მუდმივი ზედამხედველობით და კონტროლით, სიყვარულის და ადამიანური კავშირების განადგურებით, პარტია თესავდა შიშს, რომელიც მათი ძალაუფლების მარადიულ წყაროდ ქცეულიყო. თავი მეორე. ვინც წარსულს აკონტროლებს, ის აკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულსაც. ერთ დღეს პარტია აცხადებს, რომ შოკოლადის რაციონი 30 გრამიდან 20 გრამამდე შემცირდა. თუმცა მოგვიანებით ხელმეორედ კეთდება განცხადება. ამჯერად შოკოლადის რაციონი 20 გრამიდან 25 გრამამდე გაიზარდა. ეს ხალხში სიხარულს იწვევს. თითქოს რაციონი არა შემცირდა, არამედ გაიზარდა. მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ პარტიამ კეთილგანწყობილად გაზარდა შოკოლადის რაოდენობა. თუმცა მანამდე რომ შემცირდა, ის აღარავის ახსოვს. რეალურად ყველამ კარგად იცოდა სიმართლე, მაგრამ განასად არსებობდა ეს ცოდნა არც ერთ გაზეთში, არც ერთ ჩანაწერში, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების ტვინებში, რომლებსაც სწორედაც რომ პარტია აკონტროლებდა. პარტია მუდმივად ცვლიდა წარსულის ჩანაწერებს, რათა ისინი დამთხოვულიყო მის ამჟამინდელ პროპაგანდას. ვინსტონის საქმიანობა ჭეშმარიტების სამინისტროში სწორედ ამას ემსახურებოდა. გაეკრო წარსულიდან არასაჭირო ადამიანები, ჩანაწერებში მოეხდინა ცვლილებები და გადაეწერა ისტორია ისე, როგორც პარტიას აწყობდა. თუ კი პარტია ხელს გაიშვერა და წარსულისაკენ დაიტყოდა, რომ ესა თუ ის მოვლენა არასოდეს მომხდარა, მაშინ ყველასათვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ეს არასოდეს მომხდარა. პარტია თვითონ იგონებდა მტრის ფიგურებსა და საფრთხეებს, რათა ხალხში შიში გაეძლიერებინა. ბომბებსაც კი საკუთარ ქალაქებში თვითონ აგდებდა. ისიც საკითხავია დანარჩენი ორი სახელმწიფო, ევრაზია და აღმოსავლეთ აზია საერთოდ არსებობდნენ თუ არა. ოკეანია ხან ომს ერთს უცხადებდა, ხან მეორეს. ეს ცვლილებები კი იმდენად სწრაფად ხდებოდა, რომ პარტიის პროპაგანდა იმ წამს ეცვლიდა ყველა ოფიციალურ დოკუმენტს, პლაკატს თუ ინფორმაციას, რომ ეს ყველაფერი შესაბამისობაში მოეყვანა ახალ რეალობასთან. წიგნში არის სცენა, სადაც ვინსტონი და სხვა თანამშრომლები მოულოდნელად იღებენ ბრძანებას, რომ მტერი შეიცვალა. ამის გამო მათ სწრაფად უნდა შეცვალონ ყველა ინფორმაცია, ისე თითქოს ახალი მდგომარეობა ყოველთვის ჭეშმარიტი იყო. თუ სადმე ძველი ბანერი ან პროპაგანდისტული მასალა დარჩებოდა, სადაც ძველი მტერი იყო გამოსახული, პარტია ამას დივერსიად აცხადებდა. და რა თქმა უნდა, ისინი ხალხს არწმუნებდნენ, რომ ნებისმიერი განსხვავებული ინფორმაცია შიდა მტრის, გოლდსტეინის პროპაგანდის ნაწილი იყო. სხვათა შორის თვითონ გოლდსტეინიც კი პარტიის მიერ შექმნილი პიროვნებაა. მისი წიგნიც, რომელიც ამ რეჟიმს ამხელს, ასევე პარტიის დაწერილია. გოლდსტეინი, როგორც პარტიის გამოგონილი მტერი, უნიკალური იარაღია შიშის გასაძლიერებლად. ნებისმიერი პრობლემის ან შეცდომის გამობწვევ მიზეზად სწორედ გოლდსტეინი ცხადდებოდა. ეს კი პარტიას შესაძლებლობას აძლევდა ადამიანების ყურადღება გადაეტანა და კონფლიქტის საჭირო განცდა შეექმნა. ანუ რეალურად აქ არ არსებობდა არანაირი წინააღმდეგობის მოძრაობა. არანაირი ოპოზიცია. ყველაფერი ეს ერთი დიდი ტყუილი იყო, რომელიც ადამიანების მდგომების გასაკონტროლებლად შეიქმნა. სწორედ ამგვარად манипуლირებდა პარტია ადამიანების აზრებზე, ცვლიდა წარსულს და მაშასადამე ცვლიდა მომავალს. მოქალაქეებს ერთდროულად აჯერებდა ორ ურთიერთგამომრიცხავ აზრს და დიახ, ორივე იყო ჭეშმარიტება, რადგან პარტია ასე ამბობდა. თავი მესამე. ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა.
აქ საჭირო იყო ერთდროულად გცოდნოდა და არ გცოდნოდა. გაცნობიერებული გქონოდა მთელი სიმართლე და თან გამართული სიცრუე ელაპარაკა. თანაბარი რწმენით გეტარებინა ორი ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება, ლოგიკა გამოგეყენებინა ლოგიკის წინააღმდეგ, უკუგეგდო ზნეობა და თან მოგეწოდებინა მისკენ. გქონოდა რწმენა იმისა, რომ დემოკრატია შეუძლებელია, მაგრამ ამასთანავე იმისაც, რომ პარტია დემოკრატიის ცველია. დაგევიწყებინა რისი დავიწყებაც მოგეთხოვებოდა, შემდეგ საჭიროების სამებრ კვლავ გამოგეხმო ხსოვნაში, ბოლოს კი ისევ ამოგეშალა მეხსიერებიდან. უწინარეს ყოვლისა კი მიგემართა აზრობრივი პროცესი თვით ამ პროცესის საწინააღმდეგოდ. აი როგორ უნდა დახვეწილიყავი საბოლოოდ. ჯორჯ ორველის 1984-ში არსებობს ასეთი კონცეფცია ორაზრი. ორაზრს წიგნში განსაკუთრებული სიმბოლური და ფუნქციური მნიშვნელობა აქვს. ეს პარტიის მიერ შემუშავებული ხელოვნური ენაა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ტოტალურ კონტროლს და წარმოადგენს პარტიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღს, რომლითაც რეჟიმი მოქალაქეების აზროვნებას და თავისუფლებას ზღუდავს. ორაზრი ისეა აგებული, რომ მისი მეშვეობით შეუძლებელია თავისუფალი ან კრიტიკული აზრის გამოხატვა. ამ ენაში ყველა სიტყვა შავი ან თეთრი ტონალობისაა, ანუ ან დადებითია, ან უარყოფითი, რაც ართულებს ნეიტრალურ ან კრიტიკულ პოზიციაზე დგომას, ან ერთი ხარ, ან მეორე. თუმცა საბოლოო ჯამში ორივე ერთი და იგივეა. ბოლოს და ბოლოს, რა გამართლება აქვს იმ სიტყვის არსებობას, რომელიც მხოლოდ უპირისპირდება სხვა სიტყვებს. სიტყვა თავის თავშივე შეიცავს მის საწინააღმდეგოს. მაგალითისთვის ავიღოთ სიტყვა კარგი. თუ ასეთი სიტყვა გაქვს, რაღა საჭიროა სიტყვა ცუდი, არაკარგი, იგივე იქნება, იგივეც და უკეთესიც, რადგან ზუსტად მისი საპირისპიროა, რასაც ვერ ვიტყოდით ცუდზე. ეს პასაჟი ჩემი აზრით კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმას, რომ აქ რეალურად ოპოზიცია არ არსებობს. კარგი და არაკარგი კი განსხვავებული სიტყვები არიან, მაგრამ რეალურად ორივეს ერთი ფუძე აქვთ. ანუ ორივე ერთი ნაგავია. მაგალითისთვის გოლდსტეინი რომ ავიღოთ. ის ხომ პარტიას ებრძვის, ის ხომ წიგნში პარტიის წინააღმდეგობად ისახება. თუმცა საბოლოოდ ეს წინააღმდეგობაც პარტიის შექმნილი ილუზიაა, რომელიც ერთის მხრივ რეჟიმს ეხმარება მისი მოწინააღმდეგეების გამოვლენაში და დასჯაში, მეორეს მხრივ კი თესავს შიშს და ერთგულებას ადამიანებში. სწორედ ეს არის ორაზრის მიზანი, ის რომ ხალხს არ ჰქონდეს არც სიტყვები და არც კონცეფციები, რომლის საშუალებითაც პარტიის საწინააღმდეგო აზრებს ჩამოაყალიბებენ. ახლა კი მითხარით, როგორ შეეძლებათ ადამიანებს ჩამოაყალიბონ ამ ქვეყანაში რეალური წინააღმდეგობა, როცა მათ აჯერებენ, რომ ეს წინააღმდეგობა უკვე არსებობს გოლდსტეინის სახით. ორაზრი პარტიას საშუალებას აძლევს რეალობა განსაზღვროს. ის სიტყვები, რომლებიც არ არსებობენ, ვერ აღწერენ ალტერნატიულ რეალობას. შესაბამისად, რეალობა, რომელსაც პარტია ქმნის, ხდება ერთადერთი. გახსოვთ ქვეყანაში არსებული 4 სამინისტრო. მშვიდობის სამინისტრო, არა მშვიდობას, არამედ მუდმივ ომს მართავს. ჭეშმარიტების სამინისტრო, ისტორიის გადაწერით და პროპაგანდით არის დაკავებული. სიყვარულის სამინისტრო, ლამაზი სახელის მიუხედავად მოქალაქეებს არბევს და აწამებს. დოვლათის სამინისტრო კი ხელოვნურად ქმნის ეკონომიკურ დეფიციტსა და შიმშილს. ამგვარად ყოველი ინსტიტუცია რეალობის დეფორმაციას ემსახურება. ეს სისტემა არა მარტო ძალაუფლების ცინიკური გამოვლინებაა, არამედ ორმაგი აზროვნების ერთგვარი ფორმაა. სამინისტროების სახელებიც და მათი ფუნქციებიც ხალხისთვის სწორედ ორაზრის სავარჯიშოებია. ორველის გენიალურობაც იმაში მდგომარეობს, რომ ეს 4 სამინისტრო აერთიანებს ტოტალიტარიზმის ხელში არსებულ 4 მექანიზმს, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ ცალკე აღებული ინდივიდისა და საზოგადოების დასამორჩილებლად, დასაბნევად და მთლიანად დასაქვემდებარებლად. ორაზრის ფინალური მიზანი კი ფიქრის დანაშაული საერთოდ აღმოფხრაა. ორაზრის მშვენიერება ის არის, რომ ფიქრის დანაშაულის ჩადენა შეუძლებელი გახდება, რადგან ამისთვის არ იარსებებს სიტყვები. და მენდეთ, აქ სიტყვები პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ახლა კი თავად განსაჯეთ. ასე შორს ვართ იმ რეალობისგან, სადაც დიდი ძმა ყოველთვის გვეყურებს და ჩვენი თითოეული ნაბეჯი ეჭვის ქვეშ დგას, სადაც წარსული წაშლილია, მომავალი კი პარტიის ხელშია. მეხსიერების ქვაბულში ჩაფლული ყოველი მტკიცებულება კი გამქრალია, რათა ჭეშმარიტების სამინისტრომ ახალი რეალობა შექმნას. ნუ თუ ასე შორს ვართ იმ დროისგან, სადაც კრიტიკული აზროვნება აზრის დანაშაულად ცხადდება და ბრალს მარტო იმაში გდებენ, რასაც ფიქრობ. როდის დაიკარგა ადამიანის უნარი, რომ გაბედოს და თქვას, რომ 2x2 4-ია. მაშინ, როცა პარტია ამბობს, რომ 2x2 5-ია.
როგორ დავიჯერო, რომ ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება კი ძალაა. თუ მართლა ასე შორს ვართ იმ დროისგან, სადაც სიძულვილის 2 წუთეულზე 2 წუთზე ხანგრძლივ ნეგატივს ვესვრით ტრანსწოდებულებს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ პარტიის იქით სიმართლე არ არსებობს, რომ ჩვენი იდენტობა, აზრები და წარსული პარტიის საკუთრებაა. ჩვენ ცხოვრობთ ცირკში, სადაც მსახიობებიც და მაყურებლებიც ჩვენ ვართ. დღეს უკვე ვხედავთ, როგორ იშლება განსხვავებული აზრი, როგორ იწერება ხელახლა ფაქტები, როგორ უპირობოდ გვთხოვენ, რომ დავიჯეროთ ის, რაც რეალობისგან რადიკალურად განსხვავებულია. ხანდახან უკვე რთულია გავარჩიოთ, სად მთავრდება რეალობა და სად იწყება ლამაზი ტყუილი. ირგვლივ ყველაფერი, იდეოლოგიები, ურთიერთობები, ისტორიები და წინააღმდეგობები ერთი დიდი ილუზიის ნაწილია. კი, სიტყვები შეიძლება ჩანაცვლდნენ მათი საპირისპიროთი, თუმცა სადღარჩება სიმართლე, თუ საბოლოო ჯამში ყველა სიტყვა ერთი და იმავე ფესვიდან იზრდება. და სწორედაც ყველაზე საშიში ის არის, რომ ეს ილუზია უკვე ჩვენი ყოველდღიური ყოფის ნაწილად იქცა. ორველი გვაფრთხილებდა, მაგრამ ახლა თქვენით უნდა გადაწყვიტოთ. ეს უბრალოდ შიშის ნაყოფია, თუ უკვე გადავდგით ნაბიჯი იმ სამყაროსკენ, რომლისგანაც თავის დაღწევას შეშინებული უინსტონ სმითის ჩურჩულით ნათქვამის შემდეგი სიტყვებით ვცდილობთ. თავისუფლება არის იმის თავისუფლად თქმა, რომ 2 × 2 = 4-ია.